თქვა დამთავრდა ეპოქა კი არ დამთავრდა, ეხლა გრძელდება. ნახეთ 50,000 მან ნათლულმა თეთრი ვარდებით როგორი მსვლელობა მოაწყო. მთელი დიდი და პატარა. აი სად არის ხსნა? ხსნა არის ეკლესიაში, ღმერთში. ამას ვქადაგებდა, ამას გვასწავლიდა ჩვენი უწმინდესი და მერთო მაღალო, სასწრაფო დაუმკვიდრეთ ჩვენს უწმინდეს. პირველი სხეულისა ღმერთს უდიდესი მადლობა, რომ გვამყოფა, გვაცხოვრა უდიდესი მამის ეპოქაში, როცა ჩვენი სულიერი მამა იყო უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველს სწორად ცხოვრება შეძლებოდა. სიყვარულით ცხოვრება შეძლებოდა. გვაპატე ჩვენო უწმინდესო. ბევრჯერ გატკინეთ გული, ბევრჯერ ვერ გავითვალისწინეთ თქვენი დარიგება და უსიყვარულოდ ვიცხოვრეთ. შეგვინდეთ ისევ თქვენი იმედი გვაქვს. სეციური საქართველოსთან მოგვეხმარებით და სწორ გზაზე დაგვაყენებთ, ისევ ძველებურად ვიმშობლებთ და გვასწავლით სიყვარულს. ყველაზე დიდი მადლი იქნება მართლაც ეს შეგონება გავითავისოთ და ყველამ ვიცხოვროთ სიყვარულით ერთმანეთის პატივისცემით. მე ვიყავი დაახლოებით 20 წელი არის ეს ბედნიერება და წილად რო ვიწოდებოდე მის სტიქაროსნად. რამ განაპირობა ეს არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სრულად მოულოდნელი, როდესაც მე მამა დემეტრევ ჩვენ არქიდიაკვანმა შემეყვანა საკურთხეველში, დამაყენა მუხლებთან უწმინდესთან და უწმინდესმა მაკურთხა სიქაროსნად შევიმოსე და იმის მერე არ მოცილები ვარ. იმის მერე სხვანაირი ცხოვრება დაიწყო. შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს ჩემი ცხოვრება. არქამდე და პატრიარქის შემდგომ ვერც დიდება ამ ხელა საჩუქრისათვის. ძალიან დიდი მამა ყავდა, ძალიან. პლუს იყო 23 ნოემბერი, როდესაც საყოველთაო ნათლობა იყო აქ. ჩვენ სახურება ქონდა, ვეხმარებოდით მამებს ნათლობაში და აი მაშინ მობრძანდა სამწუხაროდ უკვე შეუძლოდ იყო, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მაინც მოახერხა. ლოცვა წაიკითხა და ისევ ძველებურად გაგვამხნევა, ძველებურად მოგვეფერა.